რუსეთის სარდლობა პუტინს ხარკოვისა და სუმის ოლქებში მიღწეული წარმატებების შესახებ ატყუებს. ანალიტიკოსების კვლევით რუსი გენერლები ხელოვნური ინტელექტით გენერირებულ ვიდეოებს აქვეყნებენ თითქოს უკრაინის ტერიტორიებზე რუსული დროშა აღმართეს. არის შემთხვევებიც, როდესაც რუსების მცირე ჯგუფები დასახლებებში შედიან, სწრაფად ამაგრებენ დროშას და გარბიან, შემდეგი კადრებს ისე ამონტაჟებენ, თითქოს ტერიტორია სრულად აიღეს. ესპანეთმა სეუტაში მიგრანტების შესაკავებლად მცურავი ბარიერების დამონტაჟება დაიწყო. ბარიერის სიგრძე 500 მეტრია, წყლის ზემოთ სიმაღლე 70 სანტიმეტრი, წყალქვეშ კი 1 მეტრი. ბარიერებს შორის სპეციალურ ზონას ესპანეთის სამოქალაქო გვარდია გააკონტროლებს. გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც სეუტაში მაროკოდან მიგრანტები შეიჭრნენ. გამჭვირვალობა რომ იყოს არ ვინერვიულებდი, მაგრამ აქ ყველაფერს მალავენ, წერს თბილისში გარდაცვლილი ტაილანდელი ბლოგერის ძმა. ლუნ სოლოს ოჯახის სუიციდის ვერსიას გამორიცხავს და მიიჩნევს, რომ ახალგაზრდა კაცის საეჭვო ვითარებაში დაიღუპა. ტაილანდის მთავრობამ თბილისში დიპლომატიური წარმომადგენლობა გამოგზავნა. ბათუმში 31 წლის ბაჩო ბერიძის დაჭრის საქმეზე არასრულწლოვანი დააკავეს. ბრალდებული რუსთავში აიყვანეს, ძებნა გამოაცხადეს კიდევ ერთ პირზე. პოლიციის ინფორმაციით არასრულწლოვანმა ფიროსმანის ქუჩის მიმდებარედ მოტოციკლით მიიყვანა მეორე პირი, რომელმაც ბერიძეს ესროლა. შემთხვევის ადგილიდან 9 მასრა მოტოციკლი, ჩაფხუტი, 2 წყვილი ხელთათმანი ტანსაცმელი და სხვადასხვა აქსესუარი ამოიღეს. დანაშაული 22 ივლისს მოხდა.